გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო. დღეს პარასკევია 4 საათი და მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის მოუთმელად ველოდები პარასკევს დღეს და თქვენთან შეხვედრას. და აუცილებლად უნდა ვისმინოთ რადიოს სივრცის სიხშირეზე FM 98 და 5 და კახეთში 102 და 3. დღეს მინდა ვილაპარაკო, რა თქმა უნდა, 50+ ქალბატონებისთვის თავის მოვლაზე, სხეულის მოვლაზე და მინდა მოგიყვეთ თბილისში არსებულ ერთ-ერთ საუკეთესო სილამაზისა და ჯანმრთელობის ცენტრ ლოტუსზე და კერძოდ ლოტუსის ვაკის ფილიალზე. რომლის მომხმარებელი ვარ, წლებია ალბათ მე მგონი დაარსებიდან, ჯერ კიდევ სხვა მისამართზე იყვნენ და ჩამიტარებია უამრავი პროცედურა და ყოველთვის წამოყვეთ სულ ვარ ძალიან კმაყოფილი შედეგით. განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამახვილო ვაკის ფილიალზე, იმიტომ რომ ყოველთვის სიხარულით მივდივარ და ესე მგონია რომ მივდივარ მეგობართან ოჯახში სტუმრად, იმიტომ რომ შევდივარ და ხვდება მომღიმარი ჯერ კიდევ მიმღებიდან დაწყებული სპეციალისტებით დამთავრებული საოცარი უთფილესი გუნდი. საოცრად მორგებული კომფორტია ადამიანზე და არ შემიძლია რო არ ავღნიშნო, ანუ ეწერები თუ არა პროცედურაზე, იმავე წამს მოგდის შეტყობინება მესიჯის სახით, ანუ რა დროს და რომელ საათზე ხარ და რომელ დღეს ხარ ჩაწერილი პროცედურაზე და რა თქმა უნდა წინა დღით გახსენებენ მოგდის ისევ მესიჯი და ეს არის აუცილებელი ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელსაც სულ ეჩქარება და ყველაფერი ავიწყდება. რაც მთავარია, გიმასპინძდებიან უგემრიელესი ყავით და არ ვიცი, ვგიჟდები იქ მისვლაზე და ეხლაც დავდივარ და ვიტარებ ენდოსფეროთერაპიას, რომელის შესახებაც ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით და დღეს კიდე მინდა სტუმრად მოვიწვიო ვაკის ფილიალის საზოგადოებასთან და მარკეტინგის ურთიერთობის მენეჯერი, ულამაზესი და უმშვენიერესი თამუნა იველაშვილი, რომელიც ასევე არის კონტენტ კრეატორი და იღებს საოცარ ვიდეოებს და rilsებს და ეხლა თამუნა მოგვიყვება ცოტა ლოტუსის შესახებ, თუ რა პროცედურებით გვანებივრებს ლოტუსი და საერთოდ რით გამოირჩევა. პირველ რიგში მივესალმები თქვენს მსმენელებს და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნათია, კიდევ მადლობა მინდა გადაგიხადო იმისთვის, რომ ზუსტად აღწერე ფილიალის კონცეფცია. ზოგადად ლოტუსი 15 წელია საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს. ამდენი ხანია. 15 წელია და მიუხედავად ბევრი ქარტეხილისა, რა თქმა უნდა იყო კარგი პერიოდებიც, ცუდი პერიოდებიც, დღემდე მაინც ესე მყარად პოზიციონირებს, რითიც მე მაგალითად ძალიან ამაყი ვარ. რა თქმა უნდა და საუკეთესო შედეგებს დებთ. კი, ნამდვილად. ჩვენი ფილიალები კონცეფციით ზოგადად ერთმანეთს გავს ინტერიერითაც. როგორც ვიცი, 4 ფილიალი გაქვთ თბილისში, ხო? 4 ფილიალი თორ წარმოდგენილი და აი ფილიალი არის ცოტა განსხვავებული. როგორც ვიზუალური თვალსაზრისით, ისე ცოტა განსხვავებულია. რაღაცა ეხლა ცოტა ცუდად გამომივა, მაგრამ რაღაცა ვაკურ სტილზეა. ეს არის ფილიალი, სადაც არა მხოლოდ რაღაც გალამაზებას ან თავის მოვლის პროცედურებს ვთავაზობთ, ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ მოხვიდეთ, დაისვენოთ, დალიოთ გემრიელი ყავა, მოისმინოთ სასიამოვნო მუსიკა და უბრალოდ დაისვენოთ. პროცედურის მერეც ვრჩები ხოლმე და დიდი ხანი ვსაუბრობთ და რა ვიცი. ეს არის ადგილი, რაც განსაკუთრებით 50+ ქალების გჭირდება, ესაჭიროება, სადაც არ გაჩქარებენ გესაუბრებიან შენს თავზე, როგორ უნდა იზრუნო საკუთარ თავზე, არა მხოლოდ რაღაც პროცედურებით, არამედ ისე სულიერად. გისმენენ, ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცებზე ვსაუბრობთ ხოლმე მომხმარებლებთან, ჩვენს პაციენტებთან უბრალოდ. შეუძლიათ ჩვენთან დარჩნენ, იმუშაონ, ლეპტოპებით მოდიან ხოლმე. მოკლედ, გარემო არის ისეთი შექმნილი, რომ სწორად აღნიშნე საკუთარ მეგობართან სტუმრად რომ მიდიხარ, კი, ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ წლებია ჩვენი მომხმარებელი და
რომელი პროცედურა ჩვენ აღნიშნე, ის არის ახალი პროცედურა, ზოგადად ანუ ენდოსფეროთერაპია. ენდოსფეროთერაპია და თუ აუცილებლად ჩავშალოთ შემდეგ, იმიტომ რომ ეს ძალიან რა თქმა უნდა. ანუ მე ეხა ჯერჯერობით მე 3 პროცედურა ჩავიტარე და მინდა გითხრათ, რომ არასოდეს არ ვილაპარაკებ ისეთ პროცედურაზე, რომელიც არ დამიტესტავს და არის მართლა საოცარი, უკვე შედეგია. ანუ კანი არის აჭიმული, ლიფტინგი, ლიმფოდრენაჟი, სისხლის მიმოქცევა. აი კუნთები იცით, აი სასიამოვნო თუ ტკივა თითქოს აი მთელი დღე ვივარჯიშე. კანი თითქოს აი რაღაცნაირად დატენიანებულიც კი არის რა. კი, ყველაფერი დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, აპარატზეც და რა თქმა უნდა სპეციალისტზეც. უნდა აღვნიშნო, რომ საოცარი სპეციალისტია მაკალომსაძე, რომელიც დღეს იუბილარია და მოდით პირდაპირ ეთერში მივულოცოთ მას ეს დღე, მართლაც და მარტო მაკა კი არა, საოცარი სპეციალისტები გყავთ. კი, ჩვენ გუნდს საოცარი სპეციალისტები ყავს მართლა, მე პირადად ვენდობი 100%-ით, რისგან გამომდინარეც ზოგადად შედგება ჩემი პროფესია. მე არა მხოლოდ რეკლამას ვაკეთებ ლოტუსში, არამედ ვყვები ადამიანების ისტორიებზე, მათ სილამაზეზე და კეთილდღეობაზე და მე თუ არ ვარ დარწმუნებული იმ გუნდით, რომელშიც სადაც ვმუშაობ, იმ სპეციალისტებით, მე ვერ შევქმნით იმ ყველაფერთან აზრი არ ექნებოდა იმ ყველაფრის შექმნას, რასაც ვქვნი, რასაც თქვენ ხედავთ სოციალურ ქსელში. კი ბატონო, ეხლა რომ დავუბრუნდეთ ენდოსფეროთერაპიას, ანუ ესე იგი, როგორც ვიცი, ცელულიტსაც ალაგებს ეს პროცედურა. კი, ენდოსფეროთერაპია ეს არის აპარატურული პროცედურა, რომელიც ერთი პროცედურა უდრის სამჯერ ჩატარებულ ხელით მასაჟს. ეს არის ძალიან კარგი ლიმფოდრენაჟი. და განსაკუთრებით რეკომენდირებულია 50+ ქალბატონებისთვის. განსაკუთრებით რეკომენდირებულია 50+ ქალბატონებისთვის, რეკომენდირებულია რეაბილიტაციის პერიოდში, აი მაგალითად რაღაცა ოპერაციას, ვინც გაიკეთებს ქირურგიული ჩარევის შემდგომ აუცილებელია 1 წელი სარეაბილიტაციო პროცედურები და მათ შორის არის ერთ-ერთი ენდოსფეროთერაპია. ლიმფოდრენაჟი, როგორც უკვე აღნიშნე, ძალიან კარგია, ძალიან კარგია ცელულიტისთვის. ასადავებს ცელულიტს, რაც თავისთავად მოქმედებს უკვე კანის სტრუქტურაზე. კანი ხდება გლუვი, ერთგვაროვანი, გაჭიმული, როგორც ჩემ შემთხვევაშია, კი. კოლაგენს გამოიმუშავებს, ეხმარება კანს კოლაგენის გამომუშავებაში და აი ალბათ ლიმფის გამოყოფასაც, იმიტომ რომ მეუბნება მაკარო წყალისვი პროცედურის შემდეგ კი. ეს არის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და სისხლის მიმოქცევა როცა უმჯობესდება ორგანიზმში, უმჯობესდება ჩვენი ფიზიკური შესაძლებლობებიც, გონებრივი შესაძლებლობებიც, აი განცილებით ჯანსაღად ვგრძნობთ თავს, ვიდრე პირობითად მანამდე, ფიქრიც უფრო მარტივად ხდება, უფრო კარგად ვაკეთებთ ჩვენ საქმეს. კი, მართალი ხარ, გამოვდივარ აი რაღაცნაირი სიმსუბუქის შეგრძნებით. კი ბატონო, და კუნთები, დასტრესილი კუნთებისთვის არის ძალიან კარგი. ხშირად მაგალითად თავის ტკივილი, კისრის მიდამოში ტკივილი, აი ეს მხრების ტკივილი დამოკიდებულია იმაზე, რომ კუნთი არის დასტრესილი. ენდოსფეროთერაპია კუნთებს აძლევს მოდუნების საშუალებას, რის საფუძველზეც უკვე ტკივილიც ქრება. კიდევ რა პროცედურებია ჩვენთან ძალიან ბევრი პროცედურებია, რომელიც არის აბსოლუტურად მორგებული ინდივიდუალურად, ეს საჭიროებები და ძალიან ბევრი აპარატები გაქვთ, მე რასაც უყურებ. კი ბატონო, როგორც იცით, უკვე ასაკთან ერთად ასაკობრივი რაღაც ხარვეზები არსებობს და ბევრი პროცედურაა, როგორც გამაახალგაზრდავებელი, ასევე გამაჯანსაღებელი, კოსმეტოლოგიური პროცედურები. აი არა მხოლოდ მაგალითად ცოტა გასაგებენაზე ვიტყვი. კი ბატონო, რა თქმა უნდა. კოსმეტოლოგია არ მოიცავს მხოლოდ მაგალითად ტუჩის მოცულობის გაზრდას. რა თქმა უნდა. ხო ხვდებით. მე თქვენთან ჩამიტარებია სახის მოვლის პროცედურებით და ძალიან კმაყოფილი დავრჩი შედეგით. ბიორევიტალიზაცია გავიკეთე, ჰიალურონით, ამინომჟავებით, პეპტიდებით გაჯერებული პრეპარატი იყო და მართლა საოცარი ლიფტინგი ქონდა, კანი ბზინავდა, რაღაცნაირი ნათელი და დატენიანებული. კი ბატონო, სილამაზესთან ერთად ყველაფერი ემსახურება გაჯანსაღებას. ჯანსაღი იერი არის ყველაზე მეტი სილამაზე. რა თქმა უნდა, სწორედ თქვი, მარტო ტუჩის მოცულობის გაზდა არ არის კოსმეტიკური პროცედურა. კი ბატონო, ასე იგივე მიდგომა გვაქვს სხეულის მოვლაზეც. სხეულის მოვლაში გვაქვს ძალიან ბევრი რამე, სხვადასხვა
მასაჟი, ლიმფოდრენაჟიც გვაქვს ხელით, მასაჟი, ვისაც მაგალითად აპარატურული არ უნდა, კი ბატონო, ან სკეპტიკურად არის განწყობილი. სარელაქსაციო მასაჟი, არაჩვეულებრივი, აი მართლა არაჩვეულებრივი სარელაქსაციო მასაჟები გვაქვს. გვაქვს სპორტულ გამაჯანსაღებელი, ზურგის ტკივილები ვისაც აქვს, აი მშობიარობის შემდეგ, ან რაღაცა სტრესის გადატანის შემდეგ, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ოპერაციების შემდეგ, სარეაბილიტაციო მასაჟებიც გვაქვს ასევე წონასთან ბრძოლის. რაც ყველას ძალიან აინტერესებს, განსაკუთრებით 50+ ქალბატონებს. კი ბატონო, წონასთან ბრძოლის პროცედურები გვაქვს, როგორც აპარატურული, ასევე მანუალური, ანუ ხელით მასაჟი. ზოგადად კომპლექსურად შერჩეული პროცედურები ყველაზე კარგად მუშაობს. აი ეს მარტო ხელით მასაჟი ან მარტო აპარატურული არა. გულწრფელად ესეთი მიქსი, კი, ნამდვილად. აუცილებელია ხელი შეწყობა კვებით. აქტიური ცხოვრების წესით, სხვა შემთხვევაში არც ერთი პროცედურა არ იმუშავებს და ჩვენ ყოველთვის ჩვენს პაციენტებს ვიწვევთ ჯერ კონსულტაციაზე და კონსულტაცია უფასოა. კონსულტაციაზე ვეუბნებით, რომ არ მოგცემთ შედეგს, მხოლოდ ჩვენი რაღაც პროცედურა, თუ არ მოხდა თქვენი მხრიდან ხელი შეწყობა. არ მოხდა ხელი შეწყობა კვების მხრივ, არ მოხდა ხელი შეწყობა აქტიური ცხოვრების კუთხით. ამიტომ ტყუილად არ გადაახტევინებთ თანხას, რა თქმა უნდა. გადაახტევინებთ და არც დროს დაგაკარგვინებთ, იმიტომ რომ დრო ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში. მაგალითად კრიოლიპოლიზი, ეს არის ცხიმის მოყინვა და განსაკუთრებული ეს ჩამჯდარი ცხიმის მოყინვა. იმ ოთახში დგას ეს აპარატი, მე სადაც სულ ვინტერესდები, რაღაცა ძალიან ისეთი მაღალი გრანდიოზული აპარატია. კი, ეს ძალიან კარგი პროცედურაა, რომელიც რა თქმა უნდა ინდივიდუალურად არ მუშაობს და ეს არის კომპლექსში იძლევა ძალიან კარგ შედეგებს. გვაქვს კი LPG საოცარი, კი LPG მეც გამიკეთებია წლების წინ და მართლა საოცარი შედეგები აქვს. LPG უყვარს ძალიან, LPG გაჯანსაღებასთან ერთად არის რელაქსიც. ენდოსფეროთერაპიაც უკვე მეორე პროცედურიდან გაჯანსაღებასთან ერთად არის რელაქსი. აი წარმოიდგინეთ ახლა თან გაჯანსაღება, თან სხეულის ფორმების შეცვლა და თან რელაქსი. ერთ პროცედურაში არის გაერთიანებული. იცით კიდე რას მინდა ხაზი გაუსვა, სხეულის კორექცია არ გულისხმობს მაინდა-მაინც წონაში კლებას. შეიძლება პირობითად 70 კილო ადამიანი დარჩეს 70 კილო, მაგრამ მისი ფორმები აბსოლუტურად სხვანაირად. რა თქმა უნდა, შეიკრას კუნთი და ვიზუალურად გახდეს ბევრად უფრო მიმზიდველი. ანუ ჩვენ უფრო სხეულის კორექციას ვახდენთ, ეს უფრო ჯანსაღი პროცესია, იმიტომ რომ ეს სხეულის კლება უნდა მოხდეს ჯანსაღად და არა მაინდა-მაინც რომ აი შედგეთ სასწორზე ერთ კვირაში და უცებ 5 კილო დაიკლოთ, ეს არ არის ჯანსაღი. ჯობია ეს იყოს დროში გაწელილი პროცესი, კვებაც იყოს აუცილებლად, პროცედურებიც, როგორც მანუალური, ასევე აპარატურული და რაღაც 3 თვეში მაგალითად დაიკლოთ 5 კილო და მაგრამ ისეთი რომ უკან აღარ მოიმატო მე 2-3 უკან არ დაბრუნდება და ფორმები აბსოლუტურად სხვანაირი იქნება. ეხლა ცოტა სახის მოვლასაც შევეხოთ. სხეულის მოვლა ვიცით რომ იდეალური გაქვთ, სახის მოვლაც და გაქვთ საკმაოდ ხარისხიანი და ძალიან კარგი პრეპარატები, არჩევანის ძალიან დიდი სპექტრი გაქვთ, ანუ გაქვთ ევროპულიც, კორეულიც. მე თვითონ გამოვცადე და ძალიან მომეწონა. პირველ რიგში სახის მოვლასთან დაკავშირებით მინდა ხაზი გაუსვა ჩვენ სპეციალისტებს, კოსმეტოლოგებს, აუცილებლად უნდა იყოს კოსმეტოლოგი, ექიმი. ბოდიშს ვიხდი ყველასთან. სულ მაგას ვამბობ, აი მეც ცოტა ცუდად ვიტყვი, მაგრამ ვინც ნემსის ჭერა იცის, არ შეიძლება და გაკეთება ყველა იყოს კოსმეტოლოგი და მას ანდო შენი სახე თუ სხეული. კი ბატონო. ძალიან მნიშვნელოვანია ექიმ კოსმეტოლოგი ხვდებოდეს პროცედურაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია როგორ გამოიყურება ის. მაგაშიც 100%-ით არ გულისხმობ ოღონდ ამაში რომ ის აუცილებლად უნდა იყოს ლამაზი. არა, კანი უნდა კონდეს იდეალურად მოვლილი, როგორც თმის სტილისტს. მაგასაც სულ რა ვიცი, მე აღნიშნა. როგორც თმის სტილისტს და როგორც ფრჩხილების სპეციალისტს. კოსმეტოლოგი უნდა გამოიყურებოდეს აუცილებლად მოვლილად და ზომიერად. აქედან იწყება მასთან ურთიერთობა. შემდეგ აუცილებლად უნდა აღინიშნოს პრეპარატები, რა პრეპარატებსაც ჩვენ ვიყენებთ. ხო, იმიტომ რომ დღესდღეობით ბაზარზე არ ვიცი, კაცმართის რა პრეპარატები გამოიყენება, ეხლა ვაღიაროთ, ვთქვათ.
კი ბატონო, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ვინ არის შემომტანი პრეპარატების, ვისგან ვყიდულობთ. უნდა იყოს აუცილებლად ლიცენზირებული, რა თქმა უნდა და შენ თვალწინ უნდა გაიხსნას ეს დაუწერელი კანონია. კი ბატონო, უნდა ხედავდეთ რას ვიკეთებთ, როგორ ვიკეთებთ და არ არსებობს გამოვიყენოთ ისეთი პრეპარატი, რომელიც მაგალითად მე არ დამიტესტავს ჩემ თავზე. ძალიან ხშირად კარგია კი მე ძალიან ხშირად დამიტესტავს ჩემ თავზე რას ვიყენებთ რომ უფრო ზუსტად გადამოვცე ის შეგრძნებები და შედეგები რასაც შემდგომ უკვე რეკლამის სახით გთავაზობთ გთავაზობთ ადამიანებს კი შემდეგ აუცილებლად უნდა იყოს დაცული ზომიერება პროცედურებს შორის უნდა იყოს გაწერილი ინდივიდუალურად ანუ ყველას ერთი პრეპარატი არ შეიძლება ყველას ურჩიო რომ ერთი პრეპარატი მოუხდეს კი ბატონო სპეციალისტს უნდა შეეძლოს შეფასება ჩვენი კანის მდგომარეობის მე ზუსტად გაგება რა გვინდა რისი მიღება გვინდა და გადაჭარბებული მოლოდინების კორექტულად ახსნა. რა თქმა უნდა. ეს არ უნდა იყოს გადაჭარბებული მოლოდინი. და ეს არ არის ის, რომ ერთ პროცედურაში ჩვენ მივიღებთ იმ შედეგს, მაგალითად, რასაც ხშირად ვხედავთ ხოლმე რეკლამების სახით, რომ აი რაღაც გადაკრიალებული. არა. ეს არის მკურნალობა დაგეგმილი სპეციალისტთან ერთად, რომელიც აუცილებლად ტანდემშია ჯანმრთელობასთან. ჯანსაღი მკურნალობა, ასევე რომელიც მოგცემთ უკეთეს ვიზუალურ იერსახეს. და შენს რილშებში და ვიდეოებში ყოველთვის 100%-ით ანუ სიმართლეს იღებ და შედეგს დებ ის რაც არის რეალურად. მე დაკვირვებული ვარ კი. მართლა, აი არ შემიძლია ტყუილის თქმა, არ გამომივა. ანუ ადამიანებო ის ვიდეო ტექსტი რომელიც არ მოგეწონებათ, ესე იგი არ შემიძლია ტყუილი და მადლობა ჩემს გუნდს და ჩემს სამსახურს, რომ არ მიწევს რაღაცა ტყუილების გადაღება და ლაპარაკი. ძალიან კარგია. ჩვენთან აი ხშირად მაგალითად ვაკეთებთ კოლაბორაციებს რაღაც ცნობაცახეებთან ინფლუენსერებთან არასოდეს არ მაქვს ხოლმე აი ესე დაგეგმილი და გაწერილი რომ აი მაგალითად მე მინდა რომ ამაზე და ამაზე არა სრული თავისუფლება მე მირჩენია მათგან მოდიოდეს გულწრფელი ემოცია სულ ვეუბნები მოლაპარაკება მათთან ვიწყებ ამითი რომ მე მინდა რომ თქვენს მსმენელებს თქვენს გამომწერებს მოუყვეთ სიმართლე თუ არ მოგეწონებათ, თუ ვერ მიიღებთ იმას, რისი მოლოდინიც გაქვთ, არ ილაპარაკოთ ამის შესახებ. და ან ყოველთვის აქედან გამომდინარე გამოდის ყოველთვის გულწრფელი ემოციები და ის, რასაც თქვენ გიყვებით, არის ყოველთვის სიმართლე. და კიდე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ჩვენ არ ვიგონებთ ახალ ველოსიპედს, დღეს კონკურენცია ძალიან დიდია. ძალიან კი. ისეც ვერაფერს ვერ შევთავაზებთ, რასაც მაგალითად არ სთავაზობს სხვა ესთეტიკური ცენტრი. მაგრამ თქვენთან ხარისხი ყოველთვის ძალიან მაღალია. ვცდილობთ, რა თქმა უნდა, უპირატესი არის რომ ხარისხი დავიჭიროთ, არ დავაგდოთ და ვიყოთ სოციალურად უფრო ახლოს ვიყოთ ჩვენს პაციენტებთან. უფრო გულწრფელები ვიყოთ მათთან და ეს არ იყოს რაღაცა ისეთი შაბლონური ურთიერთობები, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ლოიალური პაციენტები. ჩვენ არ ვართ ერთჯერადი ურთიერთობებისთვის, ისინი უნდა იყვნენ ჩვენთან მომხმარებელი გახდეს თქვენი, რა თქმა უნდა. და ეხლა ცოტა ხელმისაწვდომობაზეც ვილაპარაკ, ვიცით რომ ფასდაკლებები გაქვთ და ხო, რომ აი გაიყოს მსმენელმა რომ რამდენად მისაღებია მათთვის ეს პროცედურები. ყველა სეგმენტს ვერგებით. აბსოლუტურად მისაღებია ყველა სეგმენტისთვის. ჩვენთან დადიან თინეიჯერებიც, მაგალითად არასასურველი თმის მოცილება, ლაზერული ეპილაცია, კი. ლაზეროთერაპიები, დადიან სტუდენტებიც, მოსწავლეებიც, მოზარდებიც. ასევე გვაქვს სხეულის და სახისმოვლის პროცედურები უფრო გვაქვს
ძალიან კი, ხელმისაწვდომი. ძალიან ხშირად გაქვთ ფასდაკლებები. კი ბატონო, ეხლა მაგალითად ვაკის ფილიალში გვაქვს 30%-იანი ფასდაკლება აბსოლუტურად ყველა პროცედურაზე. კი ბატონო. პრეპარატებიც გვაქვს იმის ფუფუნება, ანუ ბაზარზე შეიქმნა ბევრი ისეთი შემომტანი კომპანია, რომელსაც შემოაქვს ხელმისაწვდომი პრეპარატები და ავტომატურად ჩვენც შეგვიძლია რომ ხელმისაწვდომი გავხადოთ სახის მოვლის პროცედურები. აი ეს დატენიანება იქნება, მეზოთერაპია, მკურნალობა იქნება და ასე შემდეგ. ასე რომ რომ ლოტუსი არის ადგილი, სადაც მხოლოდ რაღაც ძვირიანი პროცედურებია, ესე არ არის. ბევრ ადამიანს შეუძლია თავის თავს უფლება რომ მოუარო საკუთარ თავს. მოვიდეს და გახდეს თქვენი მომხმარებელი, რა თქმა უნდა. კი ბატონო. ზოგადად ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ყველა ადამიანს შეეძლოს საკუთარი თავის სხეულის მოვლა, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით ასაკში ქალბატონებს. კი ბატონო, განსაკუთრებით აი გზაში ხარ მოვდიოდი ვფიქრობდი რომ 40 წლიდან 60 წლამდე არის ასაკი, აი ეს 20 წელი, სადაც ქალებმა ზუსტად იციან რა უნდათ. იციან სად არიან, რას აკეთებენ, პრიორიტეტები აქვთ სწორად დაწყობილი, დალაგებული. აკეთებენ თავის საქმეს და ასე ვთქვათ, ეს არის დაგროვება, აი ეს 20 წელი აგროვებ ყველაფერს, რომ შემდეგ 60 წლის ზემოთ ამ ყველაფრით დატკბე. დატკბე, რა თქმა უნდა. აი ყველაზე კარგი ასაკია ეს 20 წელი თუ ქალის ცხოვრებაში, აი ყველაზე კარგი ასაკია. ყველაზე ლამაზია ამ დროს ქალი. უბრალოდ თვით დაჯერებულია და ეს პირველი მაჩვენებელია ის რომ ყველაზე ლამაზია, კი ბატონო. უბრალოდ აი ამ ასაკში ხელი უნდა წავაშველოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ გარეგნობას. კი ბატონო, რატომაც არა, პატივი ვცეთ ჩვენ გარეგნობას, ჩვენ სხეულს და ერთიათად დაგვიფასდება ეს ყველაფერი. კი ბატონო, კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა თამუნა და ძალიან გახარებული ვარ დღეს ჩემი სტუმარი იყავი და ესე საფუძვლიანად ვილაპარაკეთ ქალბატონებისთვის თავის და სხეულის მოვლაზე. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ. გელოდებით, შენ გელოდები ლოტოში აუცილებლად და რა თქმა უნდა ჩავამთავრო ჩემი პროცედურები. კი ბატონო და აუცილებლად ყველას ქალბატონს ველოდებით ჩვენთან. ეხლა კი ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია თბილისის ბალნეოლოგიური სპა ცენტრი კურორტი.